საქართველოში დემოგრაფიული მაჩვენებელი ყოველწლიურად უარესდება. Ამ საკითხზე წლებია მიდის საუბარი, თუმცა ის კვლავ ერისმოუგვარებელ პრობლემად რჩება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შობადობის აბსოლუტური მაჩვენებელი უკანასკნელ წლებში საგრძნობლად შემცირდა. შეფარდებითი მონაცემებიც ნათლად გვიჩვენებს ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ კრიზისს. აღნიშნულ პრობლემაზე და გამოკვეთილ ტენდენციებზე თელავის ავთანდილ ყამბარაშვილის სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგი ნინო ხუცაიძე საუბრობს და ძირითად მიზეზად სოციალურ მდგომარეობას და აბორტს ასახელებს. ჩვენი დაკვირვებით და ჩვენი კლინიკის მონაცემებით ზოგადად შობადობა მიკლო. მაგალითად შარშანდელთან 2017-2016 წლის მონაცემებთან შედარებით 2018-ში შედარებით შობადობა მიკლო და ჩვენ ვფიქრობთ, უბრალოდ შეიძლება ეს ჩემი პირადი აზრიც იყოს, რომ მიზეზი მაინც უფრო სოციალურია. ეხლა თუ გააჩენენ, ყველაზე მეტი ორ შვილზე მეც არ აჩენენ. და მესამე შვილს ვინც აჩენდა წინა წლებში და ეხლაც უფრო მიზეზს ასახელებდნენ იმას, რომ უნდათ რომ პატრიარქის ნათლულები ყოფილიყვნენ თავიანთი შვილები და ოჯახში ყოლოდათ პატრიარქის ნათლული. მეან-გინეკოლოგი ნინო ხუცაიძე საუბარში აღნიშნავს, რომ არიან წყვილები, რომლებსაც უნდათ ჰყავდეთ ბიჭი და არა გოგო, რაც ხშირად აბორტის მიზეზი ხდება. ამავდროულად იკლო მესამე და მეოთხე ბავშვის შობადობამ, რაც დემოგრაფიულ პრობლემას უწყობს ხელს. სოციალური ფონის გარდა მიზეზი არის სქესი. ძირითადში თუ ბიჭია სქესი, აჩენენ პირველ ბავშვს, მერე რაღაცა პერიოდი ისვენებენ წლების განმავლობაში და შეიძლება მერე გააჩინონ მეორე ბავშვს. თუ ბიჭია ან გოგო, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე, მაგრამ აბორტებს ძირითადში სქესის გამო იკეთებენ და ჩემი აზრით თუ გინდა წესით და კანონით არ უნდა იძახდნენ სქესს 12 კვირამდე. რომ სქესის გამო არ მოიცილონ ბავშვები. დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრაში ერთ-ერთი მთავარი როლი აქვს სახელმწიფოს და მის პოლიტიკას. ყველა თანხმდება, რომ ამ მხრივ სახელმწიფო პოლიტიკა გადასახედია და პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი. რეგიონში კი დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრაზე აქტიურად უნდა მუშაობდეს თავად მუნიციპალიტეტიც. ჩვენთან საუბარში თელავის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე მიქელაძე იმ პროგრამებზე საუბრობს, რომლითაც მუნიციპალიტეტი შობადობის ახალისებას ცდილობს. მუნიციპალურ პროგრამებში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ბავშვების ინტერესი. ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა, შობადობაზე ფულადი დახმარების გაცემა, ყავს არჩეული სოციალურად დაუცველი 100.000-მდე ქულის მქონე ბენეფიციარები და 200 ლარიდან 600 ლარამდე მერყევებს ეს დახმარების გაცემის ოდენობა. ამასთან ეს არის პირველ ბავშვზე, მეორე ბავშვზე გათვალისწინებული, შემდეგ უკვე ენაცვლება სახელმწიფო პროგრამები. ის რომ ქვეყანაში მწვავე დემოგრაფიული მდგომარეობაა, მოსახლეობაც ერთხმად საუბრობს. ამასთან მოქალაქეების შობადობის წამახალისებელ ერთ-ერთ საუკეთესო ინიციატივას, პატრიარქის ილია მეორის ინიციატივას ასახელებენ, რომ ყოველი მესამე შვილი პატრიარქის ნათლული გახდება. როგორც თელავში გამოკითხული რესპონდენტები აღნიშნავენ, პატრიარქის ინიციატივა ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ძალიან მნიშვნელოვანია. დემოგრაფიული პრობლემა რომ გვაქვს ეს ფაქტია, ჩვენი რაოდენობის მიხედვით, ძირითადად ამის მიზეზი არის, ვფიქრობ, სოციალური ფონი. ხალხს არ აქვს იმის საშუალება, რომ იყოლიან 3-ზე მეტი შვილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უნდა ბავშვებს და ძირითადად ეგ არის მიზეზიც. ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იდგა დემოგრაფიული პრობლემების წინაშე, თუმცა ბევრმა სახელმწიფო მიდგომამ გამოასწორა ზოგადად რაღაც პროცენტულად მაინც დემოგრაფიული მდგომარეობა. მე ვფიქრობ, რომ პატრიარქის ეს წინადადება და ეს არაჩვეულებრივი მიდგომა, რომ ყველა ოჯახს არანაკლებ 3 შვილი უნდა ყავდეს და თავად პატრიარქი ხდება მესამე შვილის ნათლია, ამან ძალიან დიდი შედეგი გამოიღო. პირადად ჩემი შვილის, მესამე შვილის, ანუ ჩემი შვილის ნათლია და ძალიან დიდი მადლი შემოვიდა ამით ჩვენს ოჯახში. დემოგრაფიული პრობლემა არის, რა თქმა უნდა, ნაკლებია შობადობა და პრობლემა ის არის, რომ წავიდა ხალხი საქართველოდან, აღარ არიან და ვის უნდა ყავდეს ბავშვები.
სოციალური მდგომარეობისა და აბორტების რაოდენობის ზრდის გარდა მოსახლეობა სხვა მნიშვნელოვან მიზეზებზეც საუბრობს. მათი თქმით, გადამწყვეტ როლს საგანგაშო სტატისტიკაში ქვეყნიდან სამუშაოდ წასული ქალების და განქორწინებული ოჯახების რაოდენობაც ასრულებს.